მოგესალმებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ევროპა ნამდვილად აღარ არის ის, რაც ადრე იყო, რაც ყველას გვახსოვს და რაც მას მიმზიდველს ხდიდა 10 წლეულების განმავლობაში. ევროპაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ერთეულს გულისხმობთ, რომელიც დღეს ევროკრატების დიქტატით იმართება. წევრ ქვეყნებს სრულად აქვს წართმეული სუვერენიტეტი. გაერთიანების დღის წესრიგს განსაზღვრავს პოლიტიკური ბრიუსელი, რომელიც Deep State-ის მარიონეტების მიერ არის დაკომპლექტებული. ევროპული ქვეყნები, რომელთაც სუვერენიტეტი დაკარგეს, ვეღარ ახერხებენ ევროპელი მოქალაქეების ინტერესების გატარებას. ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს უკვე ქცეულია ერთ დიდ მონსტრად, რომელიც Deep State-ის ინტერესების სასარგებლოდ გლობალისტურ და ნეოლიბერალურ იდეებს ამკვიდრებს. ეს ინტერესები სრულად არის აცდენილი რიგითი ევროპელის ინტერესებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიზისი, რომელიც დღეს ევროპას უდგას, არის პირველ რიგში ღირებულებითი კრიზისი. ევროპის მიერ ფუნდამენტურ ფასეულობებზე უარის თქმამ განაპირობა ის სავალალო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. სწორედ ღირებულებების დევალვაციამ გამოიწვია მიგრაციული, ეკონომიკური, იდენტობისა და რაც მთავარია, ომის კრიზისი, რომელიც ყველა სხვა კრიზისთან ერთად ანადგურებს ევროპის მომავალს. თუკი ადრე ღირებულება განსაზღვრავდა ევროპის არსს და განაპირობებდა მის სიძლიერეს, სწორედ ღირებულებების დაკარგვამ აქცია ის ყოფილ ევროპად. მას შემდეგ, რაც 2006 წელს ევროკავშირის ეკონომიკამ ტრილიონ ნახევარი ევროთი აჯობა ამერიკის ეკონომიკას, ევროპის დამორჩილების გეგმა აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ გეგმის მიხედვით ევროკავშირი Deep State-ის მთავარი ინსტრუმენტის, შტატების კონკურენტი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი მიმართულებით, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც იდეოლოგიური კუთხით. დღეს ეს გეგმა წარმატებით სრულდება გლობალური Deep State-ის მიერ, ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების ხელით. ევროპის კონკურენციის გზიდან ჩამოშორებისთვის აუცილებელი იყო იმ ღირებულებათა სისტემის განადგურება, რომელზეც თანამედროვე ევროპული პოლიტიკური სისტემა დადგა. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მედია თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა და ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ყველა მათგანის წინააღმდეგ გეგმაზომიერი ბრძოლა მიმდინარეობს და დღეს უკვე შედეგებს ხედავთ. ევროპის სიძლიერისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს ადამიანის უფლებები წარმოადგენდა, თუმცა ევროკრატებმა და ბრიუსელის აგენტოკრატიამ ადამიანის უფლებები LGBT უფლებების დაცვამდე, გეი პრაიდების გამართვამდე და სკოლებში LGBT გაკვეთილების ჩატარებამდე დაიყვანეს. და ამის მიღმა ადამიანის არანაირი უფლება არ არსებობს. რა უფლებებზეა საუბარი, როდესაც მაგალითად ბრიტანეთში მასწავლებელი შეიძლება სკოლიდან იმის გამო გააგდონ, რომ ტრანსგენდერ მოსწავლეს ბიოლოგიური სქესის მიხედვით მიმართა და არა მის მიერ არჩეული გენდერული ნაცვალსახელით. ამას ადამიანის უფლებების თავდაყირა დაყენება ჰქვია. მიზანი კი ევროპის ქვეყნების იდენტობისგან დაცლაა. დღეს იქმნება ვითარება, როდესაც ევროპისა და ევროპის ქვეყნების იდენტობა დგას არა წარსულსა და ისტორიულ მახსოვრობაზე, არამედ ბრიუსელის ბიუროკრატიის გავლით Deep State-ის დირექტივაზე. როგორიც იქნება დირექტივა, ისეთი უნდა იყოს იდენტობაც. ადამიანის უფლებების არსის გადაგვარებაში განსაკუთრებული როლი ევროპულ კანონმდებლობას მიუძღვის, რომელიც დღეს სრულად არის მორგებული Deep State-ის ინტერესებზე, ისევე როგორც ამ კანონმდებლობის მიმღების სტრუქტურები. გასულ წელს ევროკავშირის 18-მა წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვით LGBT პროპაგანდა უფრო საყოველთაო და ყოვლის მომცველი უნდა გახდეს. ევროპული კანონმდებლობა, რომელიც რიგითი ევროპელის უსაფრთხოებაზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, სოციალურ დაცვასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, დღეს ევრობიუროკრატების ხელში იქცა ინსტრუმენტად, რომლითაც ევროპა ყოფილ ევროპად უნდა იქცეს. ევროპულ კანონებსა და მათ დაცვასა თუ შესრულებაზე საუბრისას, მაინც ის ორმაგი სტანდარტები გვახსენდება, რომლითაც ევროპა ერთი ხელით სანქციებს აწესებს და მეორე ხელით იმავე სანქციებს თავადვე არღვევს, ან გზებს ეძებს, რომ თავისივე სანქციებს გვერდი აუაროს. თურმე ქრომის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსული იარაღის წარმოებისთვის გერმანიის ცენტრში, ფრანკონიაში მდებარეობს და 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აპრილამდე 24 მილიონ 200.000 ევროს ქრომის ექსპორტი განხორციელებულა რუსეთში. გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა გადადო. მხოლოდ ეს სათაური რამდენად ბევრს ამბობს და რამდენად კომიკურად წარმოაჩენს ევროკავშირსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას. მუდმივად იმაზე აქვს საუბარი, რომ რუსული ენერგორესურსები არ უნდა მიიღონ.
მაგრამ აგერ უკვე მე-17 პაკეტზე მუშაობისას მაინც არ ხდება ასე. ამ პოლიტიკით რომ მხოლოდ ევროკავშირი და მისი ქვეყნები ზარალდებიან, ეს დრომაც აჩვენა, მაგრამ აქ მაინც ორმაგი სტანდარტია მნიშვნელოვანი. ეს ქმედებები შეიძლება ერთი შეხედვით არის არათანმიმდევრული, მაგრამ არის ერთი მაგრამ. ის რაც არათანმიმდევრულია ევროკავშირისთვის, სავსებით თანმიმდევრული და გეგმაზომიერია გლობალური deep state-ისა და მისი აგენტურისთვის ბრიუსელში. ევროკავშირისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა და ამ გზით ეკონომიკური კონკურენტის გაქრობა არის გლობალური deep state-ის ერთ-ერთი მიზანი. ამის გარდა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მედია თავისუფლება ევროპისთვის მხოლოდ ბუტაფორიაა და სხვა არაფერი. როგორც კი რომელიმე წევრი ქვეყნის მიერ გაჟღერდება გაბატონებული ნარატივის საწინააღმდეგო აზრი, ასეთი იმწამსვე მტრად და პრორუსად ცხადდება. ასე არის სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შემთხვევაში, უარესი მოხდა მარინ ლეპენისა და კალინ ჯორჯესკუს შემთხვევაში. მათი აკრძალვით, ანუ ნეოლიბერალების ენაზე რომ ვთქვათ, დაკენსელებით, მილიონობით ფრანკსა და რუმინელს ხმის უფლება წაართვეს. ის რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი მედია აღარ არსებობს, მოწმობს ინგლისის პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის განცხადება, რომ ინგლისური მედია deep state-ის გავლენების ქვეშ არის და მან ბრიტანეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა საბჭოთა კავშირსაც შეადარა. ლის ტრასის სიტყვებს ადასტურებს BBC-ს სკანდალიც, რომლის მიხედვითაც ინგლისის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიდიდით მეორე დონორი deep state-ის მთავარი ფინანსური ინსტრუმენტი USAID იყო. ევროპული მედიის სავალალო მდგომარეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება ცენზურაზე, რომლის გამოც ევროპულმა მედიამ უარი თქვა შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტის მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაზე. ყოფილ ევროპად ქცეული გაერთიანების წარუმატებელი პოლიტიკის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ევროკავშირმა რუსეთს უკვე სანქციების მე-16 პაკეტი დაუწესა და ჯერი მე-17 პაკეტზე მიდგა. რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად იქცა. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სახელები უფრო ხმაურიანია, ვიდრე მათი შინაარსი და მოქმედება. უკვე 3 წელზე მეტი გავიდა ევროგაერთიანების მიერ რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ და ევროჩინოვნიკების გაუთავებელი მუქარის მიუხედავად რუსეთის ინდუსტრია დაქუცმაცებულია. მაინც ისეხდება, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაშია, ხოლო რუსეთის ეკონომიკა იზრდება. ევროპული deep state-ის დიდი დაპირებების მიუხედავად რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიქცა, ხოლო გერმანიის ეკონომიკა მაგალითად რამდენიმე წელია ვერ იზრდება. მაშ რა არის ამის მიზეზი? ყველაზე სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია ომშია ჩართული, მეორე წელია ზედიზედ იზრდება, ხოლო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის გერმანიის ეკონომიკა კი სტაგნაციაშია. ევროკავშირის ეკონომიკას ერთობლიობაში უკვე მეორე 10 წლეულია, რაც ერთი და იმავე მაჩვენებლის გარშემო ტრიალებს და სოლიდურ ზრდას ვერ აჩვენებს. ის საგრძნობლად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. ვერც ამერიკული და ვერც ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაცხადებულ შედეგს ვერ იძლევა. იმის გასაგებად თუ რატომ არის ეს სანქციები კონტრპროდუქტიული, საჭიროა გლობალური deep state-ის მიერ მიღებული ანტირუსული სანქციების გაანალიზება და ამ ღონისძიებების რეალური ეფექტის შეფასება რუსულ და ევროპულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის მომენტი, რომ ევროკავშირის მიერ გატარებული სასანქციო პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული. ის უფრო ფრაგმენტულია და ძირითადად თვითდამაზიანებელიც. სულ ცოტა ხნის წინ ბრიუსელის ევროკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ რუსეთიდან ევროპაში მიმავალი თხევადი გაზის ექსპორტის აკრძალვას. როიტერსის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ თურმე ზოგიერთი მთავრობის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და ალტერნატიული წყაროების გაურკვევლობის გამო ისინი არ აპირებენ რუსულ თხევად გაზზე უარის თქმას. მავანმა შეიძლება ეს დასაბუთება მიიღოს, მაგრამ ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, მალევე დავრწმუნდებით, რომ ეს ყალბი ნარატივია. ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნების მთავრობები ასევე თავის უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ გაზსადენით მიმავალი რუსული გაზის აკრძალვის გამო, მაგრამ მაშინ ევროლიდერშიპმა ეს ყურად არ იღო და გამოდის, რომ მხოლოდ ახლა დააფიქრა ისინი ცალკეული მთავრობების წინააღმდეგობამ.
ამის რეალური მიზეზი სხვაგანაა დამალული. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირის შორის გაციებული ურთიერთობების და დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სატარიფო ომის პირობებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპულ პროდუქციაზე ტარიფების შემსუბუქების წინაპირობად ევროკავშირის მიერ მეტი ამერიკული თხევადი გაზის შეძენას მიიჩნევს. როგორც დასავლური მედია იტყობინება, დონალდ ტრამპმა ევროკავშირის შეთავაზებაზე ტარიფების განვლების შესახებ უარი განაცხადა და ერთადერთ პირობად სატარიფო წნეხის შემცირებაზე ევროგაერთიანების მხრიდან 350 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკული თხევადი აირის შეძენის ვალდებულება დაასახელა. ჩვენ ევროკავშირთან 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი გვაქვს. ეს სწრაფად უნდა გაქრეს. ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ამის მარტივად გაქრობა, ისაა, რომ მათ უნდა შეისყიდონ ჩვენი ენერგორესურსები. გამოდის, რომ გლობალური ნეოლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის რყევა და ახალ მსოფლიო წესრიგში ევროკავშირის შემცირებული როლია რუსული თხევადი გაზის აკრძალვაზე უარის მიზეზი და არა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკრატებს მწარე სიმართლე აუწყა, მაგრამ მისი ეს გამოსვლა თითქმის არავინ არ შეიმჩნია. დონალდ ტრამპმა ახლახანს ევროპულ პროდუქციაზე ტარიფების 25%-იანი ზრდა გამოაცხადა. ეს სამწუხარო ამბავია, მაგრამ ჩემთვის არაა გასაკვირი. ამერიკა მიცის, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი დანებდება. ევროკავშირი არ დაიცავს წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროკავშირი ტექნოკრატიული წარმონაქმნია, რომელიც წაშლილია ინდუსტრიული რეალობიდან. ის უძლურია დაიცვას საკუთარი მშრომელები და ქარხნები. ჩვენ ყველა გადავიხდით სუვერენიტეტის დაკარგვის ფასს და ეს არ არის ციდან ჩამოვარდნილი სიურპრიზი. ეს არის ჩვენი უუნარობის შედეგი. უფრო მეტიც, სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ 2024 წლის მონაცემებით ევროკავშირმა რუსეთიდან 18%-ით უფრო მეტი თხევადი გაზი შეიძინა ვიდრე წინა წელს და საერთო ჯამში რუსეთს 6 მილიარდ 300 მილიონი ევრო გადაუხადა. ანუ ევროკავშირმა რუსეთიდან ჩვეულებრივი გაზის და ნავთობის იმპორტზე უარი თქვა, მაგრამ თხევადი გაზის მოხმარება გაზარდა. როგორ შეიძლება ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი და არალოგიკური გადაწყვეტილების ახსნა? ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის Deep State-ის დანიშნული ჩინოვნიკები საკუთარი გაერთიანების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით არ მოქმედებენ და ისინი გარედან მიღებულ ბრძანებებს ემორჩილებიან. ერთ დღეს ისინი რუსულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებენ, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ემუქრებიან, რომ რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა შეწყვიტოს, მაგრამ თვითონ თხევადი გაზის იმპორტს ზრდიან. ევროკავშირი ასევე უარს აცხადებს რუსული ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ყიდულობს რუსული წარმომავლობის ნავთობს ინდოეთისგან, სხვა შეფუთვით. საკუთარ ბიზნეს სექტორს და მოსახლეობას გაზის და ნავთობის ფასს უძვირებს, მათ მეტ თანხას ახდევინებს, არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ დღის ბოლოს მაინც რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. 2024 წლის დეკემბერში ლიბერალური დემოკრატიის კვლევის ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ. დასავლური ენერგეტიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ წარუმატებლობას განიცდის. რუსული სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტი დასავლეთში კი შემცირდა, მაგრამ თავის დასაძვრენის სქემები მაინც შენარჩუნებულია. ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებული ხარვეზები მიზანმიმართულად ღია დარჩა, რადგან G7-ის ქვეყნები შეშინებულები იყვნენ ენერგომატარებლებზე ფასების ცვლილების გამო. ინდოეთმა წარმატებულად გამოიყენა ეს ხარვეზები და რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილეს მყიდველად იქცა. რუსეთიდან ინდოეთში იმპორტი წლიური მაჩვენებლით 13%-ით გაიზარდა და 2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 27 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს არის ევროკავშირის არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. მათ იმდენად ღრმად შეტოპეს, გლობალური Deep State-ის დირექტივებს იმდენად გადააყოლეს კონტინენტის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომ უკან დასახევი გზა თითქმის მოიჭრეს. ფორმალურად რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის მიუხედავად ისინი მაინც მოიხმარენ რუსულ გაზს და ნავთობს. უბრალოდ საკუთარი ეკონომიკა და მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდეს. მათ ხარჯები საგრძნობლად გაუზარდეს და ახლა უკვე ამერიკული ბაზრის წილით ძალიან შეუმცირდება ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკის პირობებში. ანუ ევროკრატიამ ევროპის ეკონომიკური საბოტაჟი განახორციელა და უმძიმეს სიტუაციაში ამოყო თავი. რუსეთში დასავლური პროდუქციის აკრძალვის მიუხედავად იქაური სუპერმარკეტების თაროები მაინც არ დაცარიელებულა. უამრავი სანქციის მიუხედავად რუსეთმა რუბლის კურსი და ინფლაცია დაასტაბილურა და ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. ყველაფერი იმის საპირისპიროდ წარიმართა, რა ბედსაც დასავლელი მეინსტრიმული პოლიტიკოსები და ეკონომისტები უწინასწარ მეტყველებდნენ რუსეთს. ამაღამ რუსეთის შოქშია დასავლური სანქციების გამო. ეს ძალიან სერიოზულად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის წინააღმდეგ ისეთი მასშტაბის ეკონომიკური ომის წარმოება, რაც წარმოუდგენელი იყო აქამდე.
ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა სამხედრო ყაიდაზე მოახდინა ეკონომიკის ტრანსფორმირება, რასაც სხვანაირად სამხედრო კეინზიანიზმსაც უწოდებენ. რუსეთის ეკონომიკა 2024 წელს 4,3%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა 1%-იანი ზრდის ფარგლებში მერყეობს. არ არის აუცილებელი ეკონომისტობა იმის გასაგებად, თუ ვინ ზარალობს ყველაზე მეტად ანტირუსული სანქციებით. სანქციების გამოცხადებიდან მალევე რუსეთმა იმავე დასავლური პროდუქციის შესაძენად ალტერნატიული გზები იპოვა. დასავლური წარმოების მანქანადანადგარებს და ნახევარგამტარებს რუსეთის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება და ის სხვა ქვეყნების დახმარებით ანხორციელებს ამ პროდუქციის უწყვეტ შესყიდვას. პირველ რიგში კი თურქეთის და გაერთიანებული საამიროების მეშვეობით. იმ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც უკრაინა უკვე მეოთხე წელია იბომბება, კომპონენტების მინიმუმ 40% 4 ამერიკული კომპანიის მიერაა დამზადებული. ამერიკელი მწარმოებლების გარდა ევროპული კომპანიებიც აწვდიან რუსეთს მნიშვნელოვან ნედლეულ სამხედრო წარმოებისთვის. გერმანული კომპანია EKCAG ერთ-ერთია, ვინც რუსეთს მნიშვნელოვანი კომპონენტით, ქრომით ამარაგებს. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილამდე ეს გერმანული კომპანია თავისი ექსპორტის დიდ ნაწილს რუსულ ურალვაგონ ზავოდზე ყიდდა, რასაც რუსეთის სამხედრო ტექნიკის მრეწველობისთვის იყენებდა აქტიურად. ამაზე დიდი ფარისეულობის აღმოჩენა ძალიან რთული იქნება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ მოსაზრებას, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთი მაინც ახერხებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენას. სატრანსპორტო მარშრუტების კორექტირების შემდეგ რუსები არამხოლოდ დასავლურ ნახევარგამტარებს და ნედლეულს იღებენ შეუფერხებლად, არამედ არც იტალიურ ყველზე არ ამბობენ უარს. იტალიური პასტას და ყველის ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა რუსეთში თვითონ აღიარა ეს ყველაფერი. ბევრმა ევროპულმა სატრანსპორტო კომპანიამ უარი თქვა ჩვენთან ბიზნესის კეთებაზე, მაგრამ ჩვენ ახალი გზები ვიპოვეთ. Deep State-ის დღის წესრიგს დამორჩილებული ევროპის არათანმიმდევრული და სუიციდალური პოლიტიკის წყალობით ბრიქსის ქვეყნებმა ერთმანეთში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყეს. ევროკავშირის მოსახლეობის ყოფა კი გაუარესდა, ხოლო ევროპა მაინც არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. ევროპა კი არა უკრაინას თურმე რუსულ გაზს ყიდულობს, ოღონდ არა პირდაპირ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნების გავლით. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი კუჩერენკომ განაცხადა. ჩვენ ნამდვილად ვყიდულობთ რუსულ გაზს, რომელიც თურქული ნაკადის გავლით მოგვეწოდება და მაგალითად სერბეთში და უნგრეთში მიდის. მოლეკულების წარმომავლობის განსაზღვრა ჩვენ არ შეგვიძლია. ევროკავშირი კვლავ ყიდულობს ასევე რუსულ ალუმინს, რომელსაც მრეწველობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. და ყველა კარგად ხვდება, რომ სამომავლოდ თუ ევრობიუროკრატია რუსული ალუმინის იმპორტსაც აგრძელავს, პირველ რიგში თვითონ იზარალებს, რადგანაც რუსეთი აზიურ ქვეყნებს მიყიდის და წაგებაში მაინც არ დარჩება. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა მოიტანა გლობალური Deep State-ის ანტირუსულმა სასანქციო პოლიტიკამ. ევროპული კონტინენტის ენერგოკრიზისი, უკვე იქამდე დაწყებული დეინდუსტრიალიზაციის დაჩქარება, ბიზნესის და მოსახლეობის ხარჯების ზრდა და მათი უკმაყოფილება, რუსულ ბაზარზე უარის თქმა და ევროკავშირის ბუნდოვანი მომავალი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბევრ დასავლურ კომპანიას აიძულებდნენ რუსული ბაზრის დატოვებას. დასავლური კომპანიების 60%-მა რუსეთის ბაზარი დატოვა, მაგრამ ახლა უკვე იმაზეც დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს კომპანიები ნელ-ნელა შეიძლება ისევ დაბრუნდნენ რუსეთში. იტალიურმა არისტონმა უკვე განაცხადა, რომ პუტინის თანხმობის შემდეგ ისინი რუსეთში ბრუნდებიან. ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზეც, რომ შეიძლება ვიზა და მასტერკარდიც დაუბრუნდნენ რუსეთს. როგორც ხედავთ, დასავლური სასანქციო პოლიტიკა საკმაოდ მყიფე, კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი აღმოჩნდა. როდესაც ევროკავშირის სახელით ფრაუ ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი საუბრობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმ სავალალო შედეგებზე, რასაც ბებერი კონტინენტი იმკის. მათ ვერ გაიგეს, რომ თუ ინტელექტუალურად არ მიუდგები გლობალურ ცვლილებებს, კატასტროფულად დაასრულებ, სტრატეგიულ შეცდომებს დაუშვებ. მათ წააგეს ომი უკრაინაში. რუსეთს ამ ქვეყნის 1/4 უკვე აქვს ოკუპირებული. ისინი დამარცხდნენ, რადგან სანქციებმა არ იმუშავა. არ იმუშავა, რადგანაც მათ არ ესმოდათ ახალი ეკონომიკური წესრიგის კონფიგურაცია. 5 წუთითაც ვერ იმუშავებს ეს სანქციები. ღირებულებებზე უარის თქმამ, ევროპელი მოქალაქის ინტერესებზე მაღლა Deep State-ის ინტერესების დაყენებამ და ევროპის მიერ თვითგამანადგურებელი პოლიტიკის წარმოებამ ხელი შეუწყო ევროპის ღრმა იდენტობის ეგზისტენციალურ კრიზისში ჩაძირვას. თუმცა ის, რაც კრიზისია ევროპისთვის, შესაძლებლობაა Deep State-ისთვის, რომლის მითითებებსაც გულდასმით ასრულებს ბრიუსელის ბიუროკრატია. ფონ დერ ლაიენისა და მისი ევროკომისრებისთვის, ისევე როგორც ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, სულ ერთია ევროპული იდენტობა. მთავარია Deep State-ის დაკვეთა რა იქნება. ამიტომაც გახდა ევროპა ყოფილი ევროპა.
მე ივანე შაიშმილაშვილი ვარ. გვიყურებთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.